ცხრიანი დაბრუნდა სტუმართან ერთად სამშვიდობისა ბატონ დავით პარლამენტის თავმჯდომარე უპასუხებს დღეს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით. დღის თემა გიგი უგულავას დაკავება. მოსაოდნელი იყო თუ არა ეს ფაქტი თქვენთვის? იმ ფონზე რაც პროკურატურას და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს მის მიმართ ჰქონდათ უკვე ნათქვამი, ძალიან გავოგნდი და გავოცდი მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ის გარემოებები, რომლის თაობაზეც საჯაროდ არაერთხელ გაცხადდა, თუ ახლოს არის სინამდვილესთან და ძალიან ბევრი საკითხი ვეჭობ, რომ ახლოს არის სინამდვილესთან და ეს ქმედებები ვიღაცის ჩადენილია, მე ზუსტად არ ვიცი ვისი. ასე რომ თუ სამართალდამცავი ორგანოები ეჭვობენ, რომ სწორედ ბატონი გიგის ამოქმედარია ეს ყველაფერი, მაშინ კიდევ მეორე გასაოცარი ბევრი არაფერია. ასეთ შემთხვევაში მე ვისურვებდი, რომ გამოძიება იყოს სწრაფი და ეფექტური და მართლმსაჯულება იყოს სამართლიანი და კანონზე დაფუძნებული. ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ ფაქტის თუ ამგვარი ფაქტების გარშემო ხდება, ეს არის გარკვეული პოლიტიკური შეფასებები და ეს გარდაუვალია, როდესაც ყოფილ მერს ეხება საქმე. ამ თემებზე მე ნამდვილად არ და ვერ ჩაღრმავდები, იმიტომ რომ ნებისმიერი სახის ქმედება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ახმულია როგორც ორიგი საბაბი იმისთვის, რომ მას მიეცეს გარკვეული ხმაურის საფუძველი. მე მესმის მისი მეგობრების, თანამოაზრეების, შესაძლოა თანა პარტნიორების ყველა ამ პროცესში ისინი არიან შეწუხებულნი. არ არის სასიხარულო, როდესაც ადამიანი აღმოჩნდება ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ამაზე ჯობია ყველამ, მათ შორის მეც, ვისაც ხელისუფლებასთან მიგვიწვდება ხოლმე ხელი სხვადასხვა დროს, ვიყოთ უფრო ფრთხილად, უფრო ჭკუით. აი რატომ დაიწყო დღეს კიდევ ახალი ტალღა და საუბარი იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გუშინ იყო ამისი მცდელობა, პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა სხვა საქმეზე, მაგრამ მაინც მსგავსი ტიპის შუამდგომლობა, რომ ქვეყნიდან ვერ გასულიყო უგულავა, ჩამორთმეოდა მას პასპორტი, პირადობა, მაგრამ ეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გაჩნდა ახალი მიწვევა დაკითხვაზე და სწორედ ამას მიიჩნევენ ხელოვნურად და პოლიტიკურ დევნად თქვენი ოპონენტები. ხედავთ რაიმე ნიშნებს ხელოვნურობის? როდესაც გამოძიება საქმეს აწარმოებს და კონკრეტულ პირებთან აქვს ოპერატიული თუ სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, რაღაც გაგებით ეს ყველაფერი ხელოვნურია, იმ გაგებით რომ დიახ დაგეგმილია. და ჩვენ პროკურატურისგან, სამართალდამცავები ორგანოებისგან ვითხოვთ სწორედ იმას, რომ თუ მათ აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, სწორად და კარგად დაგეგმონ ქმედებები იმისთვის, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება. ასე რომ ამ გაგებით ხელოვნური რას ნიშნავს? ხელოვნური თუ იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცა რაღაცაზე ფიქრობს და გეგმავს, მე პირადად კიდევ მეც ვითხოვ პროკურატურისგან, რომ კიდევ უკეთ დაგეგმონ თავიანთი ნაბიჯები. თუ ამაზეა საუბარი. ახლა ასეთ ვითარებაში ერთადერთი სტანდარტია, რომელიც არის უტყუარი სტანდარტი. ეს არის კანონი და მოქმედებს თუ არა ესა თუ ის საჯარო სახელმწიფო დაწესებულება კანონის შესაბამისად. თუ კი აღმოჩნდება, რომ ამ საკითხთან თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ეს ცალკე თემაა და ცალკე უნდა განვიხილოთ, მაგრამ დროის თვალსაზრისით, რომ აი ორი კვირის წინ რომ მომხდარიყო ეს ამბავი, მაშინ ნაკლები რეაქცია იქნებოდა ვინმეს მხრიდან, ვისაც დღეს აქვს რეაქცია, ან ორი კვირის მერე რომ ყოფილიყო ნაკლები ექნებოდა, ну რა თქმა უნდა ეს არასერიოზული საუბარია, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ ამბებს მოყვება ხოლმე რეაქცია, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება ხოლმე ასეთი მოვლენები და ამას აქვს რეაქცია. ასე რომ აქ რაიმე სხვა უფრო შორს მიმავალი ან რაღაცა მოულოდნელი სიურპრიზები და ასე შემდეგ მაინც არ ჩანს. იმიტომ რომ კიდევ მეორე მიმდინარეობს პროცესი, რომელიც გუშინ არ დაწყებულა. მე ვისურვებდი, რომ სწრაფად, ეფექტურად და კანონის შესაბამისად დასრულდეს ყველაფერი. ბატონ დავით, თუ აღმოჩნდება, რომ კიდევ ერთხელ პროკურატურის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს სასამართლო, ჩვენ ჯერ არც ვიცით რა შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურა, მაგრამ თუ კი მოითხოვს თქვათ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას და ეს არ დაკმაყოფილდება, უგულავა ისევ გამოვა.
ეს დააზიანებს თუ არა, თქვა წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ თქვენს მოკავშირე ამ მომრჩეველში, თქვენს იმიჯს. იცით, ამ ტიპის კითხვებზე პასუხის ძიება ჩემი მხრიდან ან ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან იქნებოდა სწორედ პოლიტიკური მოტივებით მოქმედებები. ესე იგი, იმის შიშით, რომ სასამართლომ შესაძლოა რაიმე საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც პროკურატურის მოსაზრებების საწინააღმდეგოა და ამითი პოლიტიკური ოპონენტი ისარგებლებს, ამის შიშით, ესე იგი, პროკურატურა და სასამართლომ არ განახორციელოს თავისი ფუნქციები, ან მოუწოდოთ, რომ ეხლა განსაკუთრებით თხილად იყავით, არ გვინდა პოლიტიკური შარში გახვევა, აი ეს იქნება სწორედ პოლიტიკური მსჯელობა და პოლიტიკური დიქტატი სამართალდამცავ სისტემაზე. უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ის, რომ როდესაც მოსამართლეები პოლიტიკოსობდნენ და პროკურორები, ანუ როდის ვინ დავიჭიროთ, არ დავიჭიროთ, ამას რა მოყვება, ვინ ბედნიერი იქნება, ვინ უბედური და პოლიტიკოსები მოსამართლეობდნენ, როდესაც წვეთდნენ საკითხებს, ვინ არის დამნაშავე და ვინ არ არის დამნაშავე. სხვა ვითარებაში ვართ და ამ ვითარებას უნდა შევეგუოთ. ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასამართლოს და რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, განსხვავდებოდეს სასამართლოს ვერდიქტი ვინმეს მოლოდინთან, ვინმეს ინტერესთან, ვინმეს სურვილთან, ემოციურ დამოკიდებულებასთან თუ პრაგმატულ ინტერესთან, უნდა დავამკვიდროთ ეს რეალობა, ეს არის კანონის უზენაესობა. თუმცა ბატონ დავით, როდესაც უგულავას შემთხვევაში უმეტესად არ კმაყოფილდება, მაგალითად პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ. აქ შეიძლება საქმე გქონდეს ამ პროკურატურის სისუსტესთან, ორიდან ერთ-ერთია, ან მოსამართლეების პოლიტიკოსობასთან, როგორც თქვენ ბრძანებდით. რომელი უფრო გვაქვს სახეზე თქვენი აზრით? პროკურატურას აქვს სუსტი არგუმენტები თუ მოსამართლეები მაინც ძველი გავლენებით არ შემოიფარგლებოდი ამ ორი შესაძლო ვერსიით, რომელიც თითქოს ხელის გულზე დევს, შესაძლოა არის მათი კომბინირება, შესაძლოა არც ერთი არ არის. და პროკურატურის მოთხოვნები 100%-ით თუ კმაყოფილდება და ასეთი 9 წელი ჩვენ გავიარეთ ამ ქვეყანაში, როდესაც სასამართლოები უბრალოდ არანაირი დატვირთვის მქონე აღარ იყვნენ და საპროცესო გარიგებით თავდებოდა ყველა საქმე და თუ რამე მიდიოდა სასამართლოში, ისიც ისე თავდებოდა, როგორც პროკურორს უნდოდა. ეს ის შემთხვევაა, სწორედ ეს ის შემთხვევა იყო განვლილი წლების განმავლობაში, როდესაც მართლმსაჯულება სრულდებოდა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური დაკვეთით. დღეს ჩვენ ვამბობთ ევროპასთან ასოცირებაზე გადავდგით ნაბიჯი. ამ პრეტენზიას ვაცხადებთ, ამ სტანდარტებით გვინდა ვიცხოვროთ. ამ სტანდარტებში ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტური საკითხი სიტყვის თავისუფლებასთან ერთად, რომ ნებისმიერ პირს, მათ შორის საპატიმრო ადგილში მყოფ პირსაც, უნდა ჰქონდეს სიტყვის თავისუფლება და ყველა დანარჩენს უნდა ჰქონდეს იმისი უნარი, რომ მოვითმინოთ, ავიტანოთ ამა თუ იმ პირის ზოგჯერ გამომწვევი მოქმედებაც, ზუსტად შეურაცხყოფაზე გათვლილი მოქმედება, იმაზე გათვლილი მოქმედება, რომ იქნება ემოციურად წონასწორობა დააკარგინოს ხელისუფლების წარმომადგენელს და შეცდომა დააშვებინოს. ცხადი ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გაუმკლავდეთ და კანონმა უნდა იკანონოს. ამასთანავე განვლილი წლების განმავლობაში იმდენი უკმაყოფილება დაგროვდა, იმდენი კონკრეტული ფაქტია საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი, რომ ამ ფაქტების და ამ საკითხების გამოუძიებლობა და მართლმსაჯულებისთვის საბოლოო სიტყვის არ მიცემა, ეს არის არასწორი ქმედება ხელისუფლებისგან თუ ამ გზას დაადგება. ბატონ დავით, როდესაც დღეს უგულავა ამბობს, რომ ნიღაბი ვიღაცას უნდა ჩამოეხსნა ხელისუფლებისთვის და ეს მე შევძელი და მე ეს გავაკეთეო. როგორ ფიქრობთ, საკუთარ მომხრეებში მაინც ვინც მათ აი ამ პროცენტულ გარემოს უქმნის, რასაც არჩევნების შედეგად ისინი დებენ, მათში მაინც უგულავას იმიჯი გაუმჯობესდება? მისი რეიტინგი მოიმატებს, ეს უკეთ იმუშავებს ზოგადად უკვე ნაციონალური მოძრაობის შესაძლო შედეგზე მეორე ტურში? ნება მომეცით ამ მდგომარეობაში მყოფ უგულავას არ ვეპაეკრო და მისი, ასე ვთქვათ, შეხედულებების კომენტირება არ გავაკეთო. მე მესმის ასეთ ვითარებაში მყოფი ადამიანი და საჯარო ფიგურა, ვალდებულიც კი არა რაღაცეები თქვას. მაგრამ მე ნამდვილად
ასე ვთქვათ, მდგომარეობიდან გამომდინარეც, საჯარო პოზიციიდან გამომდინარეც და ელემენტარული ადამიანური მდგომარეობიდან გამომდინარეც არ შევალ იმ შეფასებაში, რა საუბრობს და რატო საუბრობს და ასე შემდეგ. მაშინ ვიდრე სხვა თემებზე გადავიდეთ, ამ საკითხზე კიდევ ერთი კითხვა მინდა რომ მაშინ პატარა კომენტარი გთხოვოთ კიდევ ერთ თემაზე, რომელსაც დღეს არა უგულავად დაკავებული ვართ, მისი მეგობრები ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამდნენ, რომ ეს არის ერთი კაცის სახირება. ივანიშვილი როგორც მთავარი დამკვეთი ამ კონკრეტული დაკავების ასეთია გზავნილი ნაციონალური მოძრაობის ასეთი იყო ცხრიანშიც თქვათ ერთ-ერთი ლიდერის გოგა გაბაშვილის კომენტარი. როგორ ფიქრობთ, რატომ აქვთ ასეთი შთაბეჭდილება თქვენს ოპონენტებს, რომ ივანიშვილი სულ სადღაც არის თქვენს უკანაც, ღარიბაშვილის უკანაც, პროკურატურის უკანაც და ასე შემდეგ? რამდენიმე ვარიანტი მაქვს პასუხის. ერთი არის ისევ no comment, რასაც ქვია. იმიტომ რომ რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. მეორე მხრივ, რადგან ასე ძალიან გაინტერესებთ ეს თემა და ჩემი პოზიცია ამ თემაზე, მე კარგად მესმის მათი. აწყობილი ცხოვრება დაუნგრიათ მათ ბიძინა ივანიშვილმა. 30 წელზე გათვლილი ცხოვრება. როდესაც ფეხი-ფეხზე გადადებული უნდა მჯდარიყვნენ და ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ დღემდე, რასაც არ აკეთებდნენ დღემდე, რასაც ასე ვთქვათ წარმოიდგენდნენ, ქალაქს ააშენებდნენ, ქალაქს დაანგრევდნენ, შენობას გადაიტანდნენ, მილიონებს იქიდან წამოიღებდნენ, მერე კიდე რაღაცას ჩაიდენდნენ. ეს ყველაფერი ქონდათ აწყობილი. და მათთვის ეს იყო წარმოუდგენელი შოკი, ის რაც მოხდა. და მოხდა ისე, რომ ეს მოახდინა ერთი კონკრეტული პიროვნების მონდომებამ და ის იყო, რა თქმა უნდა, მთავარი მოქმედი პირი და შემსრულებელი და, არ ვიცი, წამყვანი როლის მქონე ამ პროცესებში. ახლა ასეთ ვითარებაში აბა რასელით ეს ხალხი გამოვა და იტყვის, რომ დიდი მადლობა ბატონო ბიძინა ივანიშვილო, რომ გონს მოგვიყვანეთ, ჭუაზე მოგვიყვანეთ, დაგვანახეთ სიმართლე, დაგვაბრუნეთ სწორ გზაზე ცხოვრების. ამას იტყვიან? დრო და დრო, როდესაც ძალიან და განსაკუთრებით უჭირთ ემოციურად, ამოხეთქავს ხოლმე ეს ამბები, რომ ის კვერჩის და შემდეგ. ეს არის ძალიან მარტივი ამბავია, მაგრამ რთული ისაა და მე არ დავიღლები ამაზე საუბრით, რაც არ უნდა შესაძლოა თქვენ ცოტა გამიწყრეთ, რომ ისინი ახერხებენ ძვირფასი დროის წართმევას, ჩემთვისაც, თქვენთვისაც, საზოგადოების ნაწილისთვისაც და ამაში ისინი საკმაოდ გაწაფულნი არიან, აღიარებ ამას. იმიტომ რომ ახლაც ესე იგი ამ თემებზე უნდა აი იმან რო თქვა, რომ ივანიშვილი გვერდჩისო, ეხლა ამაზე რა აზრისაა უსუფაშვილი. და ესაა დღეს 3 ივლისს საინტერესო თემა საზოგადოების. მართლა არის ალბათ, იმიტომ რომ გვისმენენ გასაგებია. დააკავეს და ამაზე პასუხად თქვენმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, რომელიც პარლამენტში ყავს წარმოდგენილი, ეს მთავარი გზავნილი თქვა, რომ თქვენს უკან ივანიშვილია, სწორედ ამიტომ გიწევთ ამაზე. ივანიშვილი 2 წელიწად არის 2011 წელს ოქტომბრიდან გამოჩნდა. ჩვენს უკან გამოჩნდა და მათ ესე იგი დაუნგრია ცხოვრება კიდე გეუბნებით. ამას ამბობენ სულ ივანიშვილს ესე იგი გამოჩენის მომენტიდან ისინი თვლიდნენ, რომ ივანიშვილი ესე იგი არ ვიცი დაანგრევდა ამ ქვეყანას, რუსეთს ჩააბარებდა, ევროპასთან გავწყვეტით ურთიერთობას და არ ვიცი რა. ეხლა მე ვიმეორო ისინი რას აბრალებდნენ ივანიშვილს, როგორც დანარჩენი ამბები აღმოჩნდა მართალი, ისევია ეს ამბავის ეხლა რასაც აუბრალ, მაგრამ კიდე გეუბნებით, ეს არის იმდენად მარტივი ამბავი, რომ აი რას იტყვის ჭირისუფალი თუ რაღაც უბედურება მოხდა, ხო? ნუ ახლა გასაგებია ჭირისუფალია და მას თავის სიმსხვერპლი უღირს ყველაზე მეტი და ამ დროს რაღაცებს ამბობს. რას იტყვის ადამიანი, რომლის მეგობარიც დააკავეს რაღაცის გამო, რა თქმა უნდა, იწყებს შველას. ამ ადამიანებს შველა წარმოუჩენიათ ასე. მათ აქვთ ამისი უფლება რომ თქვან, მათ აქვთ უფლება რომ თქვან არასწორი ამბებიც, აქვთ უფლება რომ თქვან არა მხოლოდ მცდარი მოსაზრებები, არამედ გარკვეული, ესე იგი, წრეგადასული ამბებიც. ეს დემოკრატიის ნაწილია, მათ შეუძლიათ ამაზე ილაპარაკონ, მაგრამ აი თუ ხელისუფლება მათ ნალაპარაკებზე პასუხს მოვანდომებთ ჩვენ დროს და ენერგიას, მაშინ ქვეყანა დაგვრჩება უკან. რატომ იწერება კანონი, რომელიც ამბობს, რომ თუ ვინმე ბიუჯეტიდან ფული მოიპარა, ის უნდა იყოს ციხეშიო. იმ ვიღაცის ჯინაზე კი არა ეს კანონი შექმნილი. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარეა. ამიტომ თუ ვინმე ბიუჯეტიდან ფული მოიპარა, ჩემი ჩათვლით, ჩემი პირველობით უნდა მოგვეკითხოს ამაზე პასუხი. ხო, ამაზე უნდა გავცეთ პასუხი, რა შეასაქმე. თუ ვინმე ხელი შეუწყო, არ ვიცი, შავ ბიზნეს თუ 1000 უბედურებებს
და დღესაც აგრძელებს ამას უნდა ებრძოლოს სამართალდამცავი სისტემა. ეს არის აუცილებელი, ეს არის გარდაუვალი, ეს ასე იქნება. კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ამ დაპირებით, კანონის უზენაესობის დამკვიდრებით და თუ რამე სასაყვედურო გვაქვს ჩვენ ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ არა ამ ოპოზიციის მხრიდან. ამათ არ შემოიფარგლება ოპოზიცია, ხო, ნაციონალური მოძრაობის. სასაყვედურო ზუსტად ესაა, რომ წელიწადნახევარი მოუნდა იმას, რომ რაღაც საქმეები გამოძიებულიყო. მე კიდევ ერთხელ მივმართავ, მოუწოდებ ის, რაც შემიძლია, ის, რაც ჩემს კომპეტენციაშია და რაც ჩემს შესაძლებლობებშია, სამართალდამცავ ორგანოებს კანონის სრული დაცვით, ძალიან ისეთ ცივი გონებით, აღელვების გარეშე, ემოციების გარეშე, გაბრაზების გარეშე, რაღაცა რევანშისტული განწყობების გარეშე და ყველა ამ სხვა რაღაცების გარეშე დაამყარონ ამ ქვეყანაში კანონის დიქტატურა. მივმართავ მოსამართლეებს თავიანთი სინდისის და კანონის შესაბამისად გამოიტანონ ყველა გადაწყვეტილება. არა ისეთი, რომელიც მე მომეწონება, უგულავას ეწყინება, ივანიშვილს კითხვას გაუჩენს, თქვენ ვერ გაიგებთ და ასე შემდეგ. ეს არაფერი არაა მნიშვნელოვანი და საინტერესო. აი, რასაც სინდისი და კანონი მათ კარნახობთ, თვითოეულებ ადამიანზე ვისაც საქმე აღძრული თუ ხვალ იქნება, გამოიტანონ ეს გადაწყვეტილება. თუ გვინდა, რომ ქვეყანა ავაშენოთ, თუ გვინდა, რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, თუ გვინდა, რომ ის ადამიანებიც, ვისაც ცდუნება უჩნდება ხოლმე, იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომია, გუშინ წინ ისინი თუ არ დასაჯეს, ესე იგი არ ჩვენ დაგვრჩიან. ამიტომ მოდი ახლა ჩვენ ვიბალახოთ იმ მინდორზე. ეს რომ მოისპოს, კი ბატონო, ყურადღებით მოусმინოთ ყველას, რაც ვინც საუბრობს, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღოთ კანონის შესაბამისად. ბატონ დავით, შემდეგი თემა კიდევ დღის ერთი მთავარი თემა სტრასბურგის ევროპის საბჭოში მოგებული გადაწყვეტილება და კომპენსაცია, რომელიც რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს. ეს ხომ არ გაართულებს იმ ურთიერთობას ახლიდან, რომ როცა დაიწყება ამის აღსრულება და საქართველოს მოითხოვს კომპენსაციას, რომლის დალაგებითაც საქართველოს ხელისუფლება ასე პრინციპში ამაყობს კიდეც ხანდახან ზოგჯერ. ნუ ასეთ შემთხვევაში თუ ვინმეს, ასე ვთქვათ, გაბრაზების საფუძველი აქვს, ეს არის სწორედ ქართული მხარე, იმიტომ რომ სასამართლო წესით დადასტურდა, რომ იმ წლებში იმ კონკრეტულ სიტუაციაში ადგილი ჰქონდა ადამიანების უფლებების უხეს შელახვას ეროვნულ ნიადაგზე, ეთნიკურ ნიადაგზე. ეს ჩვენ ყველა ვნახეთ, მაგრამ ახლა უმაღლესმა ინსტანციამ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ეს დაამტკიცა. მაგრამ მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ამ ფაქტის გამო კიდევ უფრო გაღიზიანდეს და გაბრაზდეს რუსეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი პრაქტიკულად ცნობილი იყო. კარგია რომ სამართალმა იზეიმა და მომავალ ურთიერთობებში ეს არის გასათვალისწინებელი. იმ ხალხის მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ის ჩაიდინა, ან რაიმე მსგავსი აქვს თავში. მას მერე კიდევ დიდი უბედურება მოხდა და გაცილებით დიდი უბედურება საქართველოსთან მიმართებაში და ის საკითხებიც იხილება საერთაშორისო ორგანიზაციებში და ყველა სახელმწიფო უნდა მიეჩვიოს საქართველოს, რუსეთის და ყველა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე იმ სტანდარტებით მოხდება ჩვენი ნამოქმედარის განსჯა, როგორც მოხდა ეს კონკრეტული აი, რა რაციონალურ თანხას შეიძლება გამოიხატოს ის მოთხოვნა, რაც საქართველოს თავრობის შეიძლება წაუყენოს რუსეთის არ და ვერ გაუსწრებ, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ვინც მაშინ ასე დაზარალდა და მათ მორალური ზიანიც მიიღეს და მატერიალურიც, ისინი საჭიროებენ დახმარებას და ეს დახმარება აუცილებელია რომ მათამდე მივიდეს, მაგრამ მეორე მხრივ ისიც აღსანიშნავია რომ ფულადი გამოხატულება ასეთ საქმეებში ნაკლებად საკმარისია იმისთვის რომ აი აქ გავავლოთ ზღვარი, ეს არ არის ორ კომპანიას შორის დავა, ვინმის მეტი ზიანი მიაყენა, იმიტომ რომ თქვათ ნავთობი არ მიაწოდა თუ არ ვიცი რამე სხვა ზიანი მიაყენა და მხოლოდ ფულში გამოიხატება. აქ არის ძალიან სერიოზული მორალური კომპენსაცია როგორც მთელი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ისე იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა მე არ ვლაპარაკობ იმას, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია კომპენსაციის თემა. საერთოდ და ზოგადად თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები არის ძალიან კომპლექსური თემა და პრაქტიკულად არ არსებობს ორი სახელმწიფო, რომელსაც ერთმანეთთან 100%-ით ყველაფერში ურთიერთგაგება და ყველაფერში თანახმარიანენ ერთმანეთთან, ჩვენც საქართველო და რუსეთიც, რაც მალე მივეჩვევით იმას, რომ ურთიერთობები არის კომპლექსური და ვთქვათ სიტყვაზე საზღვაო საკითხებში რაღაცა შეუთანხმებლობა არ უნდა დააზარალოს სოფლის მეურნეობაში სფეროში
ურთიერთობები, ან სხვა რაიმე პოლიტიკურმა პრობლემებმა და ასე შემდეგ. მე ზოგადად ვამბობ ამას, რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მთავარი პრობლემა და უმთავრესი პრობლემა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს საკითხი არის მოსაგვარებელი. ამ მიმართულებით ჩვენ მივდივართ ძალიან მყარი და ძალიან კაფიოდ გამოკვეთილი ნაბიჯებით. ერთი მხრივ იმიტომ რომ ეს საკითხები უახლოეს ხანებში ვერ გვარდება ბრძოლვადიანი პერსპექტივაშია და ამ პერსპექტივაში დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა მყარად უნდა დავდგეთ ფეხზე და ამ პროცესში რუსეთთან და არა მხოლოდ რუსეთთან, ყველა იმ სახელმწიფოსთან, ვინც უერთდება თუ შეუერთდება ევრაზიულ კავშირს, ეს მათი სუვერენული გადასაწყვეტი საკითხია, ჩვენ გავაგრძელებთ ორფრივ ურთიერთობებს ყაზახეთთან, ბელორუსთან, სხვასთან. გასაგები. და ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა მეორე ტური. თქვენი პროგნოზი საკუთარი გუნდის შესაძლო წარმატების თემაზე. საქართველოს ჯერ კიდევ შორსაა ჩამოყალიბებული მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემისგან და ამიტომ როგორც ჩანს ამ შემთხვევაშიც ყველა გამარჯვებული იქნება მართველი პოლიტიკური ძალიდან. ეს ასე ჩანს, წინასწარი პროგნოზი ასეთია. თუმცა ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები სწორედ მრავალპარტიულობის მიმართულებით. განვლილი არჩევნები, ადგილობრივი არჩევნების შედეგები, ეს იყო სუპერ შედეგი მრავალპარტიულ დემოკრატიულ სისტემაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის და ეს იყო არასაკმარისი შედეგი ავტორიტარული პოლიტიკურ სისტემებში მართველი ძალისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ ავტორიტარულ მმართველობას, ამიტომ შემოვიღეთ მეორე ტური, ამიტომ იყო თავისუფალი მედია, ამიტომ იყო ადმინისტრაციული რესურსი გამოთიშული საარჩევნო ბრძოლისგან და ამიტომ მიეცა რამოდენიმე პოლიტიკურ ძალას თავისუფლება და საშუალება, რომ მათ ყოლოდათ წარმომადგენლები საკრებულოებში და მათ კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ ამ წარმატებას და კოალიცია ქართული ოცნება მათ სთავაზობს ადგილებზე ძალიან კონკრეტულ საკითხებში თანამშრომლობას კონკრეტული რაიონების და ქალაქების საკეთილდღეოდ. მეორე ტურის წინასწარი ვარაუდი და შედეგები მე მგონი ადვილი საპროგნოზოა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენ შეკითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პასუხობდა.